ორივე ხელი სავსე მაქვს. შესაბამისად ორი პროდუქტი მიჭირავს, რომელიც ცუდი რეპუტაციით სარგებლობს ჩემო ძვირფასო ნამდვილ ექიმებო და ჩემო მაყურებლებო, თუმცა ეს ცუდი რეპუტაციის პროდუქტები ჩვენი ყოველდღიურობაა. ჩვენ ყოველდღე მოვიხმართ მათ, რადგანაც მათ გარეშე, როგორც ამბობენ, საკვები გემრიელი არ არისო და ჩვენ გვინდა გავარკვიოთ, რომელია უარესი ამ შემთხვევაში ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რომელი უფრო მეტ საფრთხეს წარმოქმნის ჩვენი ისევ ჯანმრთელობისთვის. ეს პროდუქტები გახლავთ შაქარი, მარილი. საკმაოდ ისეთი დედა უფრო გიყვარს თუ მამა, ეგრეა? დაახლოებით. რთული დავალებაა, მაგრამ მოდი ლოგიკურად გავყვეთ და რაღაც შედეგებამდე მივვალთ, მე ვფიქრობ. რითი დავიწყოთ? თქვენ რომელი უფრო გიყვართ, იმით ხარ დავიწყოთ? მე მარილი. მარილი. ანუ ეხა აი ამ ორი თეფშიდან, რომელიც სავსეა სასუსნავები. სასუსნავები ყველას უყვარს. არის ტკბილი სასუსნავები, არის მარილიანი სასუსნავები. თქვენ რომელი ანუ მე კონკრეტულად თვითონ შაქარი არ მიყვარს, მაგრამ ხო არის ადამიანს საერთოდ არ ჭამს თქოს, ეგ გიორგი ვიცი რომ საერთოდ არ ჭამს. მე შემიძლია რომ არა, შემიძლია თუ ეხლა ტკბილი რო არ ჭამო, გავგიჟდები, რომელიც ხარ. ესე არა, მაგრამ მიყვარს, რაღაც განწყობას მიქმნის, თითქოს რა აი გარკვეულ იმას ნავცხარს რო შევჭამ, მომწონს ეს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ მე ტკბილი საკვები არ მიყვარს და უფრო მარილიანი მიყვარს. და ან არიან ისეთები, რომელსაც მარილიანი არ უყვართ, უფრო ტკბილი უყვართ. არის კიდევ ისეთები, რომელსაც ორივე უყვარს თანაბრად და ვერსერს ვერ დათმობს. მოდით ახლა გავარკვიოთ, როგორ მოქმედებს თითოეული ნეგატიური, ესე ვთქვათ, ზემოქმედება როგორი აქვს ჩვენს ორგანიზმზე, ჩვენს ჯანმრთელობაზე. მოდი ვიტყვი ესე, რომ მარილიანი საკვები ზოგადად იწვევს მაღალწნევას. ახლა ჩვენ კარდიოლოგიურ სამყაროში ცნობილია, რომ აი მოერიდეთ მარილიან საკვებს და ამოიღეთ მარილი რაციონიდან, რადგანაც იწვევს სითხის დაგროვებას, მედებში, დაგროვებას და ამიტომ წნევა მატულობს. შესაბამისად, გულსიზრდელთა დაავადებების რისკი იზრდება მარილიანი საკვების მიღების დროს. ნუ რადგანაც გულსიზრდელთა დაავადებებს მოქმედებს, მთელ ორგანიზმზე მოქმედებს და ნუ თირკმელზე განსაკუთრებით, იმიტომ რომ თირკმელი ასევე გამოყოფს ამ მარილი უნდა გამოყოს. რთულდება მუშაობა თირკმელს. რთულია მისთვის მუშაობა. თუ შესაბამისი წყალი არ მიყვება, ჰიდრატაცია ძალიან რთულდება. ზოგადად ან მარილი არის საჭირო ჩვენი ორგანიზმისთვის. ეს არის ნატრი ქლორი და ნატრიუმის იონი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი კუნთის, გულის, ტვინის აწლავების თირკმლის ფუნქციონირებისთვის. ნორმალური დოზა ესე ვთქვათ 5 გრამამდე მარილი დღეში დასაშვები არის რა. 5 გრამი არ არის ცოტა. რამდენი აქვთ ხო მათ ჩვენი? აი ერთ ჩაის კოვზე არ არის ხა ეს ცოტა რა. აი მომეც მაინტერესებს ახლა ვითომ აი მოვაყარე მარილი იმას. დღეში საჭმელად ნამდვილად არ არის. არა, ნახე ერთ სადილში ეს ჩადის თავის. ეს სადილში ჩადის თელ სადილში. აი მოვაყარე პამიდორს. მარილი დაგვეყარა არ ვიჩხუბოთ. უკან გადაყარო. ესე იგი მარილის გარეშე ცხოვრება არ გვინდა. ხო, არა, არ შეიძლება. ეხლა გადავინაცვლოთ და შევათვალიეროთ ჩვენ ტკბილი თეფში და აქეთ რას ვიტყოდით. ამ შემთხვევაში შაქარში არ გულისხმობთ ხილით და ბოსტნეულით მიიღებულ ნახშირწყლებს, იმიტომ რომ ამაზე უკვე ვისაუბრეთ ჩვენ, რომ ეს სასარგებლო არის ჩვენი ორგანიზმისთვის. გულისხმობთ რაფინირებულ შაქარს, რომელიც ქარხნული წესით არის დამზადებული და ამისგან შემდეგ მზადდება ნამცხრები, ტორტები, ეს ორცხობილები, ნებისმიერი ტკბილეული. აქ კარგს ვერაფერს ვერ ვამბობ? კარგს მე მან ანუ თვითონ შაქარით აწარმოებენ. ხასიათზე მოქმედებს კარგად. შაქრის ლერწმისგან ან შაქრის ჭახლისგან, ხო? ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს სცენარეული წარმოშობის არის, მაგრამ ეს ჯანმრთელ პროდუქტად მაინც არ ითვლება. კარგი, რადგან ახსენე შაქრის ჭარხალი და შაქრის ლერწამი, მოდი მეც პატარა ისტორიული ექსკურსი მინდა შემოგთავაზოთ. ესე იგი, შაქრის ჭარხალი ჩვენს რეალობაში ჩნდება სადღაც მე-18 საუკუნეში. და უკვე მე-19 საუკუნეში შაქრის ჭარხლისგან რაფინირებული შაქრის გამოყენება უკვე მასიურად დაიწყეს, ეს დაიწყო საფრანგეთში, პრუსიაში, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ამზადებდნენ ლერწმისგან და ის ძალიან ძვირი ღირდა. აი ისეთივე ფუფუნებისაგან იყო, როგორც ეს ძვირფასი სუნელები და სანელებლები იყო, ხო იცი? აი რაღაცა ომები იყო მაგის გამო. რა თქმა უნდა, აი დაახლოებით ამ რანგში გადიოდა ეს შაქარი და ეს იყო ყველასათვის არ იყო, მოდი ესე ვთქვათ. ოქროს ფასი ქონდა. იმიტომ ერთხელ ალბათ დესერტი, ჩაროზ რაღაცა თითქოს ჯილდოსავით რაღაცა
ხო, რაღაცა კულმინაცია, შენი კვებითი კულმინაცია. თუმცა ანუ გემოს გარდა რაფინირების პროცესში ეს სცენარიული ის შაქარი კარგავს ყველანაირ სასარგებლო თვისებას და მხოლოდ კალორიის სახით გვემატება ორგანიზმს. ანუ სიძვირფასე დაკარგულია სრულიად. ნუ ესე ვთქვათ, სასარგებლო თვისებები დაკარგული აქვს. სამაგეროთ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი წონა, მაღალი წნევა, შესაბამისად ინსულტის რისკები, ანუ შაქრიანი დიაბეტის განვითარებაც პირდაპირ არ უკავშირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ იმის გამო, რომ ჩვენს ორგანიზმში დიდი სტრესი ადგება შაქრის და ტკბილეულის მიღების დროს, ინსულინის გამომუშავების დროს, ერთ-ერთი ფაქტორი აუცილებლად იქ არის და გასტროლიტინი, ღვიძლის გაცხიმოვნება შეიძლება, ჭარბი ქოლესტერინი, კანის დაბერება შეუძლია გამოიწვიოს, გაუშვხელით იქა მაგას. ხო არ მომინდა თქო ვიფიქრე, ჩემ თავს ვამოწმებ. კბილების დაზიანება არ დაგვაქვს. რა თქმა უნდა, კარიესი. ბავშვებს იმიტომ არ ვაჭმევთ, რომ კარიესს იწვევს. არ და ყველა ბავშვებიან შოკოლადს. შოკოლადს ჩუქნიან. რაღაც ურთიერთ გამომრიცხავი ქმედებები გვაქვს ხოლმე. მაგრამ ჩვენ დღეს რომ ვსაუბრობთ ამაზე, ნიშნავს, რომ ჩვენ შევცვლით ჩვენს არასწორ ქცევებს. ნუ აი როგორ ფიქრობთ, იქ აი 1 კილა აი ტკბილი გაზიანი სასმელი დღეში 1. რა პროცენტით ზრდის ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს? 1 კილა დღეში ზრდის მაგის რისკს? რადგან საუბრობ, არ იქნება მსად უმნიშვნელო. მოდი 50%-ით მებევრება თან. 30-ით. არა, გიტყვი რომ აი ყოველდღიურად აი გაზიანი ტკბილის 500 მილილიტრის მიღება 85%-ით ზრდის შემდგომ ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს. ანუ ფაქტიურად გარანტირებული. გამოიწერე და კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ჭარბ შაქარს მოიხმარს დღე-ღამის განმავლობაში მიღებული პროდუქტებით და ეს რაოდენობა არის 31 ჩაის კოვზის შესაბამისი. როგორ რა არის 31 ჩაის კოვზი? ანუ ჩვენ რასაც ტკბილს ვჭამთ, მოსახლეობის უმეტესობა იღებს დღე-ღამის განმავლობაში ეკვივალენტს 31 ჩაის კოვზ შაქარს. 31 ჩაის კოვზი ჩავყარეთ აქ. ძალიან სპეციალურად და ერთი წუთი ხა რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. ამდენს ხო ვერ შევჭამ ტკბილს ახლა დღის განმავლობაში. თუ შევჭამ 1-2 ცხობილად და 1 შენ არ ჭამ, კამფეტი, მაგრამ არიან ადამიანები ვიტყვეს. მე ამასაც არ ვჭამ, მაგრამ მაინტერესებს. ნახე, გიორგი მახსენა გაზიანი სასმელი. გაზიანი ტკბილი სასმელი. ტკბილი სასმელი. საწებლებშიც არის შაქარი. ბევრ პროდუქტში არის, იმიტომ რომ გემოსთვის როგორც მარილიანი მოგწონს, ხო? შაქარი აუცილებელია, რომ რაღაც პროდუქტები უფრო დაარბივოს, რაღაცა უფრო გემრიელი გახადოს და ამიტომ და რაშიც არ წარმოგვიდგენი იქ თუ არის, თლაც წარმოგვიდგენი იქ რა არის. აი პურს ჭამთ ხო თეთრცომეულში, მაგალითად იმისთვის რომ საფუარმა იმოქმედოს, საფუარს ტკბილი ჭირდება. იოგურტებშიც არის და ამიტომ ეს ყველაფერი ერთმანეთს რო ემატება, ადამიანი გამოგდის საშუალოდ შეიძლება გამოუვიდეს არა ყველა ადამიანს, რა თქმა უნდა, მე ვცდილობ არ ვჭამოს, მაგრამ შაქარი 31 კოვზი თუ გამოუვიდა ადამიანს, წარმოიდგინე ძალიან ამხერა სტრესია ორგანიზმისთვის. არსებობს რაოდენობა, რაც შედარებით ნორმალურია დღის განმავლობაში 31 კოვზი გავიგეროს, ცუდია ძალიან, მაგრამ აი სამი კოვზი. ახლა ჩვენ ხო ვთქვით, რომ ნატრიუმის საჭირო არის 5 გრამის მიღება, ანუ ნორმად ითვლება, რაც ჩვენ საჭიროება. ხო და ამას ველოდები აქაც. და შაქრის საჭიროება, როგორც ესეთი ჩვენ ეგეთ მინიმუმი არ გვაქვს, ანუ საერთოდ არ ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ შაქარს ისედაც ვიღებთ ოსნეულისგან, ბარკოსნებისგან, ხილისგან და ანუ სხვა ჯანსაღი პროდუქტები. აბა ტვინს გიორგი. არა, ზუსტად ვაგია. ეს არის ეგ მითია. სიამოვნებაც რო არის, ანუ ისა ბედნიერება, რაღაცა შოკოლადის დამწვარი. არა ფილა ახალი ყლის დილას არა ხილი ჭამ ანუ ამის ჭამაშობი ერთი მსხალი ვჭამო და იგივე ენერგიას მივიღებ საკმარის ენერგიას ძირფასო მაყურებლებო ძალიან ვეცადე რომ რამე სასიკეთო გამომეტყუებინა ჩვენი ნამდვილი ექიმებისაგან ტკბილეულის სასარგებლოდ იმიტომ რომ ვიცი გვიყურებთ ახლა და ძალიან გიყვართ ტკბილეული და საერთოდ ცხოვრება არ წარმოგიდგენთ და არც გინდათ ტკბილეულის გარეშე მაგრამ თუ კი ვჭამთ იმისთვის, რომ ვარგოთ ჩვენს სხეულს, მაშინ ესეც უნდა ვიცოდეთ, რა შეიძლება ამ შაქარმა მოიტანოს. აი ამ დაპირისპირებაში მოიგო მარილმა, ანუ მარილის უფლება მოგცეს, რომ დავიტოვო და პირიქით აუცილებელი ყოფილა, მაგრამ შაქარმა ეს ბრძოლა წააგო და იმედია ამ სეხმამაღლა საუბარი თქვენს დაგამარცხებინებს ტკბილის აი ამ საოცარ ლტოლვას და დამოკიდებულებას, იმიტომ რომ საერთოდ არაფერში არ ჭირდება ის ჩვენს ორგანიზმს პირიქით უფრო მეტ წნეხში ამყოფებს და უფრო მეტ სტრესში აქტებს. ამიტომ
ტკბილი. ხოდიშ. დავემშვიდობოთ ჩვენ მაყურებლებს. ისევ გელოდებით შაბათ დღეს შემოგვიერთდით და მოისმინეთ კარგი რჩევებით. ნახავთ.